კორკო და გიზი თურმალი არ გიმორბიდებს. არა, ნინო არა, შეგრია რა. არა, არის მიღებული კამერაში ერთი. ადრე იყო, ადრე. აი, ზია ფიზიკურმა მასწავლა არყის გამოხდა რაღაც. კი, გასწორდა. ჯერა დამით შევხედოში, რომელ ლექსებს გეცო ახლა. ამაში მეგონი შევებას ხედავ თვითონაც. აქ არ არის ადინოჭკაში ესე ჯდომაა. რატო? იმიტომ რომ ყველა მოდის ერთი და იგივე აზრი და ყველას ერთი და იგივე აზრი მიაქვს აქამდე რა. რომ უნდა რომ რაღაც გული გადაუხსნას, მაგრამ კაცი რაც არ უნდა მაგარი იყოს, ხო ძნელია რა ამისთვის სატანა ერთი და იგივე აზრით წივა. რატო რომ ჩემო ეს ყოლა ხოლმე. არის, ეგ მომენტი არის. წარმოშკიდანაც მოგვაწოდეს ხო? განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდეგ, ხო? მე ჩემ თავს უთხარი გეფცებ, რომ მე აღარ ვილაპარაკე პოლიტიკაზე და რაღაცას და იმიტომ რომ დავინახე რომ ას კარგავს გესმის. მე დღესაც ვფიქრობ, რომ ჩემი ლაპარაკით მე ახლა უნდა ვხედავდე ვერ შველი, ვერც ჩემ ხალხს, ვერც ჩემ ქვეყანას, მხოლოდ ლაპარაკით. ხო და ამიტომ თავს ვიკავებდი რომ ეძახდნენ ახლა რაღა უნდა ვთქვა ადამიანმა ხო ისე 4 წელი ვილაპარაკებ თითქოს ყველამ ყველაფერი იცის ხო ყველაფერი დათქვამია მაგრამ აი ეს თავარი რასაც ქვია ჩვენ ახლა იცი ესე არ არის რა მაგრამ ტერიტორიას ქვეყანა გარგავს ხო ეს არ არის მარტო ხელისუფლების ბრალი მე მაგათ ჩემ თავსაც ვაბრალებ ხო ჩვენი წილი ბრალი მოსახლეობის უდას მოქალაქეების ყველასი ესე იოლად რო კარგავთ ამ ყველაფერს ხო ეს არის წესი ცხოვრების ანუ ჩვენ ნამდვილი აი ურთიერთთანადგომა რასაც ქვია რა რაღაცის მიმართ ნამდვილი აი მე გავიხსენე ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის რაღაც მომენტში აი ეს გვაკლია რა შეიძლება ამას თავის მართლა ისტორიული მიზეზები აქვს ჩვენ დიდი ხანი სახელმწიფო არ ქონია ეს იოლად არ კეთდება მაგრამ ფიქრობ რომ ამის გარეშე არ ვიცი როგორ გაკეთდეს ეს მაგრამ ნუ ნაბიჯი უნდა ამისკენ მივიდეთ პატრონი სანამ არ გახდება ქვეყნის ხალხი ადამიანები სანამ პატრონი არ ხარ ისე ვერ შეიყვარებ რომ თავი გაწევ ამისთვის ხო სწორია ეს ჩვენ რა გავაკეთეთ იმისთვის რომ გადაგვერჩინეს სიტუაცია რო ვეკითხები ხოლმე ბევრი რამე არ ამա გაკეთებული ყველამ უნდა ჩვენ თავში დავინახოთ ის თუ გვინდა რომ ჩვენ შვილებს ჰქონდეთ ბედნიერება თუ გვინდა ღირსება ჰქონდეთ და თუ გვინდა თავისუფალ მართლა ქვეყანაში თავისუფალი მოქალაქე ერთადერთი შეიძლება რომ დაიბრუნოს თავისუფალ მოქალაქემ ტერიტორიას და შეინარჩუნოს ეს ტერიტორიაც მე თავშაკინდრული ვიჯექი რომ დათარეშობდნენ რუსების ამეგრელოში და ეგ და უწინააღმდეგო ქვეყანა ვეყავ მართალი ხარ აბსოლუტურად გეთანხმები იმაში რომ ჩვენ არ აღმოჩნდით მოწოდების სიმაღლეზე ყველაფერში კიდევ უნდა ყველაფერმა მოიწოდრიკა გირგვიანი რომ მოკლე მეორე დღეს აი მთელი ქალაქი არ გამოვედი და აი ეს ყველაფერი შევარჩინეთ ეს მის აი ბერძნებმა არ შეარჩინეს გესმის ეს ყველაფერი მეორე რაღაცა რომ მოხდა რომ შევარჩინეთ მესამე მეორე აი ამიტომ ეს და აბსოლუტურად ვეთანხმები რა აი ეს რო არ შევარჩინა ის მე ომსაც ვეღარ დაიწყებდა გესმის იმას რო კონდეს რომ ვახ მე ამას არ შემარჩენენ მე არ შემჩება ის ხანელი გადაწყვეტილებას მიიღებს და აბსოლუტურად ვეთანხმები არა წამდე მართლა მე გია ცნობოს აი უყური ნიკოში რა არის რადიოდან მომიწია 100,000 მოწამის ხსენების დღე იყო რა და რადიოდან მიუმართე პირდაპირ რა კორკოტაზე იმიდან დილდე რომ ძმებო, ქალბატონებო, ბატონებო, თქვენ გენაცვალოთ ჩემი თავი. არც პოლიტიკური აქცია, არც არაფერი არ არის. 100,000 ქართველი, რომელმაც თავი შესწირა იმას, რომ ხაძე ფეხი არ დააბიჯა. პარაკლის 12 საათზე იხდის პატრიარქი. მოდით რა, გამოდით ხამხიძე დავდგე და თითო ყვავილი ამ ხალხის მოსაგონად ჩავაგდო და ვიფიქრე როგორ არ მოვა 100,000 კაცი რომ თვითონ ყვავილი ჩააგდოს შენც არ მომიკოდე რა შენც არ მომიკოდე სამშობლო არ არის მხოლოდ შენი ბინა ოჯახი ჩვენ ვერ გავითავისებთ ეს ამას აქვს ისტორიული საფუძვლები ეს ხალხის ბრალი კი არ არის ხშირად დაპყრობადი ქვეყანა იყო სახელმწიფო დიდი ხანი არ გქონდა მაგრამ ნელ-ნელა დღეს როცა უკვე გაქვს საშუალება დღევანდელ სოფლიოში ეს დაიმკვიდრო უკვე დანარჩენი ჩვენზეა
ღირსეულ როგორ წარდგები შენ ესმის როგორ დაგინახავე ამიტომ ლიდერი აკლია ამ ყველაფერს ლიდერი შენში უნდა იყოს ყველა ადამიანში უნდა იყოს შიგნით ყველა ამაზე დიდი ლიდერი რაც არის მართლა სიყვარული შენი ქვეყნის როგორ ყველა თავისუფალი ადამიანი სათნოება აი ხო ამის შეხლებაშია სიტყვა ლიდერობა რა რისკი უნდა ვიაროთ როგორ უნდა გამოვზადოთ მე გეუბნები უკვე აი ლაპარაკის ხო ზედმეტად მიმაჩნია ვაწუხებ საზოგადოებას და რამდენი ხანი ლაპარაკია რომ ამას შეიძლება ჩვენ ვერც გავაკეთოთ და თაობა დაჭირდეს რა თავისუფალი თაობა დაიბადოს და მე თაობა დაიბადოს იმ თაობას თავისუფლება უნდა მოუპოვო შენ მაგრამ შეიძლება ჩვენ რო ესეთი დავყოთ ეგება მაშინ შეიძლება გაიყვანას ვარშე თაობა და ჩაგვაფურთხო არა ეს თავისუფლება ჩვენ მოსაყობებელია ეს თავისუფლება მე ამიტომ ვთქვი მოიპოვება ამ გზით ნამდვილი ურთიერთთანადგომი გზით და ნამდვილი სამშობლოს განცდის გზით. ხო აი ვიძახეთ, გაცივდა. მე გავალ ვიღაცა შეიძლება დაგდებული ვნახო და გაცივდა ხალხი და გავული გვერდზე. გაწონები არიან, ნიჭიერი ხალხია და დამნახველი ხალხია და გამზიარებელი და სიმართლის ყულის გამრჩევი ხალხია. მაგრამ გამოვალ მდგომარეობაში არიან ხანდახან რო უყურებ. გარსაკუთრებულად ჩავდივარ რაიონებში ხომ ხშირად გიწევს არა კახეთ ჩასვლა რაღაც ხალხს რო უყურებ გული მიგდება გესმის. იმიტომ რომ ვერ წვითავენ გესმის თავის ბედს ვერ წვითავენ თვითონ სულ დამოკიდებული არიან რაღაცას ის უნდა გაითავისონ რომ ეგენი არიან პატრონები გესმის სიკუშ არ უნდა ვთქვათ მაშინ ერთ რამეს გეკითხები რა რატოა დღეს კახეთი ცუდად საკუთარ ამბიციებზე აწყობილი ორი სიტყვის გამო გაწყვეტეს ხალხმა ურთიერთობა რუსეთმა ჩვენთან შექონდა და რას აღარ ყიდი და კახელი გლეხი დედო ღვინოს რასაც ეძახის რაზე მზადდება იმისგან 1000 კაც შეეძლო 10000 ლიტრი დაემზადებინა და გასულიყო და გაიყიდა რუსეთში. რითიც ყველა მომაგრებული იყო რა. ის კაცი ვის თოხმიდა, იცოდა რომ ეს ღვინო მერე ჩაბარდებოდა. დღეს ეხა მე მაგას ვერ ვიტყვი. სულ ადანაშაულებენ ხოლმე ხა ჩემი ძმაკაცები რომ იმ დღეს პირველ ახსთან ერთად გადავიღე სიუჟეტი თბილისზე რას ფიქრობო რა. რაღაცა ასფალტები რო დაიგო უმადური უნდა ვიყო რომ არ ვთქვა მეთქი. ეხა ვინმეს ტაშკი არ უკრავ ამითი ვამბობ რომ მიხარია ეს. მაგრამ არ მიხარია რომ ბასტი ბუბუსავით არის შეღებილი ეს სახლები მეთქი. არ მიხარია ეს, არ მიხარია ეს. ყველაფერი ამომიჭრეს და დატოვეს რომ მე მიხარია რომ თბილისი განათებულია და ისა რა. რა თუნდა ეს აი ხელოვნურ სინთეტიური აი რაში ჭირდება რა. სიყალბე და მოუსპოთ სიყალბე. არაფერი არ აღმოსჩენს. ოქროხარ ნიკოშ აი მანდვე გეტყვი ერთ რამეს. აი ერთ რამეს გეტყვი. რო არის იყო ერთი ორი კაცი არა აქვს მნიშვნელობა პიროვნულად არავის არ უყურებდა ქალაქში. ვინმე კაცი ნებისმიერი რა მნიშვნელობა პოზიცია ოპოზიცია თუ მიყვარს მე ხო არ უნდა მომერიდოს იმის რომ მე მიყვარს და იმის მხარეს რაშუაშია პოზიცია ოპოზიცია არა მე თუ მიყვარს ვინმე მიყვარს და არც მწხვენია იმის და თუ შემწხვება მე იმასთან ერთად გავიზიარებ ამ სიცხეს და არა ეხა ქნევას რომ დაიწყებენ ხოლმე ბოდიში მოსახდელი ვისაც აქვს აი ღმერთის წინაშე ვამბობ კიდე მაგაზი ადვილი რა არის ბიჭო საკუთარმა შიგნით ამპარტავნებმა თუ არ გაღრნა შიგნიდან გამოდი და თქვი რა ძმებო შემცდარი ვარ ჩემო დაიკოებო ჩემო მამებო ჩემო დედებო შენ მოგეშვება თორე მე რა ისეთი შნირი იქნები ჩემთვის რა და 100000 ბალით ახვალ ჩემზე მაღლა თორე ეგ არის ჯიგრობა თორე აღიარებას წრფელ შენ თავთანაც